გამარჯობა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და როგორც ყოველ სამუშაო დღეს 4-ის ნახევარზეც უკვე შეგიძლიათ დარეკოთ ღია ეთერში ნომერზე 557 88 55 88 თქვენ გვისმენთ როგორც ტელევიზიით მთელ საქართველოში ასევე რადიო სიხშირეზე FM 105.1 დედაქალაქში ჩვენი შეკითხვა ასეთია როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ სკანდალურ მოვლენებს კორუფციასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის კიდევ ერთი ახლობელი დააკავეს მისი გარემოცვის წევრი, როგორც გამოძიება ამბობს და ამ პიროვნებასაც ედება ბრალად დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების მიღება და ფინანსების ლეგალიზაცია. შეგახსენებთ, რომ გუშინ სუსში გაიმართა ბრიფინგი, სადაც აღნიშნეს და თქვეს, რომ დაიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ წლების განმავლობაში იღებდა დიდი ოდენობით თანხებს, რაც არალეგალური გზით იყო მიღებული. თავად ღარიბაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძალიან მალე საზოგადოების წევრებს მიაწვდის დეტალური ინფორმაციას, სავარაუდოდ ბრიფინგს გამართავს ადვოკატებთან ერთად და ისაუბრებს დეტალებზე, ხოლო იურისტი აქვე აღნიშნავს, რომ ასე მარტივადაც არ არის საქმე, როგორც სუსმა თქვა, რომ თითქოს აღიარა ღარიბაშვილმა რომ იღებდა უკანონო შემოსავლებს და განმარტებები მალე იქნებაო, ასე ამბობენ. დაკავებული არიან სხვა მაღალჩინოსნებიც, მაგალითად ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რა ხდება რეალურად, რასთან გვაქვს საქმე და როგორ აფასებთ ამ კორუფციულ სკანდალს. ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში. პირველი ზარია, დღემშვიდობისა. გამარჯობა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დაიწყეთ საუბარი. გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით ბათუმიდან. ვაფასებთ თქვენ გადმოცემას. მოკითხვა აჭარას ბათუმს დიდი სიყვარულით. მადლობთ და ყოველთვის მიხარია თქვენთან მიხარია შეხვედრა, მაგრამ არ მომწონს ახლა არ მიხარია ასეთი სიტუაცია, რომ ტრიალებს ჩვენს დედაქალაქში. ზოგადად დედაქალაქში შეიძლება სხვა რეგიონებშიც იყოს. არ არის გამორიცხული. საქმე იმაში გახსოვთ, რომ საერთოდ მთავრობას აქვს და უნდა კონდეს საერთოდ თავარი დანიშნულება, უმთავრესი დანარჩუნება, ეს რას უძახიან მოვალეობა რა, თავისი მოვალეობა, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს დღის წესრიგში. ნომერ პირველი. ეს არის ხალხის ადამიანების სიმშვიდე და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ახლა სიმშვიდე ის იმას არნიშნავს მარტო რომ შვიდობა იყოს. უბრალოდ ადამიანთან როცა უყურებს ოჯახის კაცი იქნება, ნებისმიერი წევრი იქნება, დასასრულებზეა საუბარი. არ უნდა ჯერ ერთ-ერთი არ უნდა გამოვიდეს ასეთი საკითხების საზოგადოების თვალში. ეს უნდა მე მგონი მე ასე ვფიქრობ, რომ ეს შიგნით უნდა ხდებოდეს ანუ მოწესრიგება ამ საქმეს. სხვათა შორის, ჩემო ბატონო, კი, ერთ რეპლიკას ვიტყვი, თუ შეიძლება ამავე ეთერში ობიექტივში რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა დარეკა და თქვა, რომ მაგალითად სოციალურად დაუცველმა რომ ფანჯარა ჩასვას საკუთარ სახლში სოციალური აგენტი მიდის მეორე დღეს ეკითხება ფული საიდან მოიტანეო და დახმარებას უხსნიან. და თუ კი ჩვენ ასეთ მსხვილ მასშტაბებთან გქონდა საქმე კორუფციისა, მაშინ სად იყო სახელმწიფო და რატომ დროულად არ მიიღეს ზომები? დიახ. რას დაამატებთ? ამას რატო ვახსენებ, რომ ეს არ უნდა იყოს საზოგადოებაში გამოტანილი ტელევიზიის ანუ გადმოცემის საკითხი. აი, მაგალითად, საზოგადოება არის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ხო? ჩვენ არსებობთ, ვითარდებით, მოხუცები თავისთავად ახალგაზრდები აღარ გავხდებით, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი შვილების. აი, მეზობლის, ნათესავის სამსახურში და ესე იგი რომ სიცეცრიგი არის, რომ სუპერს. მე მაგალითად სამსახურიდან სახში მოვდივარ, სამსახურის საქმეს არ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ის ჩემი მეორე ოჯახია.
იმიტომ რომ მოვდივარ კმაყოფილი რომ დავამთავრე, მაგრამ როცა შევასრულე ჩემი საქმე, მე უფრო ბედნიერი ვარ. და სახში მიტანილი ბოდიში ახლა ფული ღირებულების ეკვივალენტი ხო არის? მიმაქვს ოჯახში და უფრო მერგება ჩემი ოჯახის ერთ. ახლა საქმე რაშია? რატომ დავბრუნდე იმაზე, რომ ბოდიში რო ცოტა დავაგრძელე? დავბრუნდე იმაზე, რომ ასეთი მინისტრები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, რა ვიცი, რა არ შემოიარა ამ კაცმა. მე ღარიბაშვილზე პირადად არ მაქვს პრობლემა. მას საერთოდ არ ვიცნობ. და პოლიტიკა ასეთი პოლიტიკის განხორციელების აბსოლუტური წინააღმდეგი ვარ. მესმის, გავიგეთ თქვენი მოსაზრება, მადლობა რომ დარეკეთ, ყველაფერი გავიგეთ. აბა, ზეთქვით ერთი ფრაზა დამჭა. დიახ. მე მაგალითად მიმაჩნია რომ ეს თუმად გადაწყვეტეს და ხალხი არ დაღიზიანდეს. საქმე რაშია, იცით? 20 ლარი, აი 20 ლარი. მოხუც ადამიანს, რომელიც პენსიონერი უმატებს, მერე თვითონ სახელმწიფო თავრობა აფიშირებს იმას, რომ აგერ 7 მილიონი იყო და თურმე 11-ი. აი რაში ჭირდება იმ ოქროშუალედი ქვია. თუ გაგსაკეთული დანიელ დეფოს რობიზო კრუზოიკო. მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის, ყველაფერი გასაგებია. 5-5-7-88-95 როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ სკანდალურ მოვლენებს, რაც კორუფციასთან არის დაკავშირებული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზეა ეჭვი, ამას საგამოძიებო უწყებები ამბობენ, თავად ხელისუფლება ამბობს, წარსული და მოქმედი ჩინოვნიკების მიმართ არის ეს ეჭვები და ეს ზოგიერთი ფაქტიც კი უკვე გამოქვეყნებული. რას ფიქრობთ, რეალურად რა ხდება? მოდით იქნებ ჩავუხრმავდეთ და სიღრმისეული შეფასებაც გავაკეთოთ. ეს თქვენი აზრით არის კორუფციასთან ბრძოლა თუ სხვა არ ამტრიალებს საძირკველში ამ პროცესებისა? ზარია, გისმენთ? შუადღემშვიდობისა, ილიაშვილო. შუადღემშვიდობისა, გისმენთ. ირმაინაშვილი, ქალბატონი ირმაინაშვილი გამოდიოდა თქვენი ტელევიზიის ხშირად ამბობს ხოლმე, რომ მე როცა პარლამენტში ვიყავიო და ვეუბნებოდიო სოციალურ თემაზეო, რომ გაეზარდათ მაგალითად ჩემწეობები, პენსიებიო და ასე შემდეგ, ასე გვეუბნებოდნენ თავრობის ჩინოვნიკები, რომ ინფლაციას გამოიწვევსო და ინფლაციას კი არ გამოიწვევს და პირდაპირ უნდა ეთქვა, რომ ჩვენ ჯიბებს მოაკლდებათ. აბა ჩვენ რო პენსიონერს ღირსეული პენსია მივცეთ, მერე ჩვენ როგორ უნდა გავძღეთ, ასე უნდა ეთქვა. მერე როგორ უნდა მოვიშოთ ბევრი მაყუთი. ამიტომ ხელისუფლებაში მოდიან გასაძღომად, ვერ ძღებია. გაძღომა ერთია, მაგრამ ვერ ძღები ეგ სხვა. აი ეგეთი თავრობები მოდიან და მიდიან. ესე იგი გაქანებული კორუფცია, აი გაქანებული და ეხლა ჩემი წინა გამომცველი ამბობდა, რომ ისაო ჩუმად უნდა გადაწყვეტო, რატო უნდა გადაწყვეტოს ჩუმად, ბატონო? ჩვენ რა გუშტერები უნდა ვიყოთ და დებილები? ზუსტად ქვეყანამ უნდა გაიგოს და თელმა საქართველომ, რომ ჩვენ ასეთი თავრობები მოგვდიან და მიგდიან, გაუმარცხრები. დაგვიმატონ პენსიებს, დაგვიმატონ თუ არა საქართველოს გავიდეთ გარეთ და სოციალურ დაუცველებსაც კიდე რა დაგებენ ამ ბავშვებს, ამ ჩვენნაირ მოხუცებს ატაკოვნებს. არა ცხენიათ კაცო, ამათ გაძღომა ზღვარი არა. მადლობთ. სიცხილი არა აქვს. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის. როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ სკანდალურ მოვლენებს კორუფციასთან დაკავშირებით, რა სიტყვით მაღალი თანამდებობის ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებზე, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით არიან ეჭვმიტანილი. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ დაიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი და მან აღიარა, რომ წლების განმავლობაში იღებდა დიდ თანხებს, რომელიც უკანონო გზით იყო მოპოვებული. აგრეთვე დღეს დაკავებულია მაგალითად გრიგოლ ლილუაშვილის, ესეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, გარემოცვის კიდევ ერთი წევრი და აქაც მილიონებზეა ყურადღება გამახვილებული, სულ ახლახანს იყო პროკურატურაში ბრიფინგი. თავად ღარიბაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლიდან არ არის ამოღებული არც ის ფული, არც ის ოქროულობა, რაც გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს და ასე მარტივადაც არ არის საქმე, როგორც ამბობს მაგალითად სუსი.
და ღარიბაშვილი თავად გეგმავს ბრიფინგს. დაკავებული არიან სხვა მაღალ ჩინოსნებიც, ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ეჭვებია მრავალი პიროვნების მიმართ, ასე ვთქვათ. რა ხდება სინამდვილეში? როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა. ზარია გადაცემაში. გისმენთ? ისმის ჩემი ხმა. ისმის თქვენი ხმა დაიწყეთ. მოგესალმებით φίλო. ილია. დიახ. ის რაც გეტყვი? დიახ. ორთელი გვინახავს ამ ქვეყანაში ხალხს, მაგრამ ამხელი თავხედობა და უსინჯესობა მართლა არ ვიცი თუ რომელიმე ეპოქაში ისნებოდა. ამ ხალხმა ჩვენ ღარიბაშვილი რეგიონებში ჩამოდიოდა და მოძრავდა. ფერებში გვიხატავდა ეკონომიკას, ინფლაციას, ბედნიერ მომავალს, ნათელ მომავალს და ახლა ჯიბეში თუ ბუსტად მიდიოდა ლურჯი დოლარები და ჩვენ ამდენს გვატყუებდა. სიცხვილი მაგათა მე არ ვიცი გერენ ამ დუმტკიცება, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო. ესე იგი ჯერიან ერთმანეთს და ბოლოს ვინც დასაჭიროებია მაგადაცება თიანიშვილი დაცება, მაშინ კლუბს დააწყამენ და იმაზე იჭირავენ და ამით ჩამეიქება დამთავრდება ორსეთ. იმიტომ რომ რადგან პარტია გარა მაინც თავრობა გარა. მაგარი სახელმწიფოს კერმართავი მე შემიძლია უბრალო ხალმა გაუნათებელმა დავამტკიცო. ვიწყვილ და კიდევ დავამტკიცებ. ეს სამი სტრუქტურა ჩემ რეგიონში იმთერათაა ჩამოსული იმას მე მტკიცებულებას ყველას უნდა ავდებ. ის წყვილო სამი სტრუქტურა მე რომ ვიცი მე რომ შენახე და ჩემ ფერებს ვწუხ. ეს წყილი არა მაგი. მადლობა ქალბატონო თქვენ. გույში წყვილო. მადლობა, ნამდვილად ძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. თითქოს ცა ჩამოინგრა ჩვენი ქვეყნის თავზე, რასაც 13 წლის განმავლობაში სხვანაირად უყურებდით, თურმე სულ სხვანაირად არის ყველაფერი. ბევრმა მაგალითად სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს სისტემური კრახია. სისტემური კრახი, ანუ თუ კი პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, გამგებლები, მერები, დეპუტატები ესენი ყველა უკანონო შემოსავლებს იღებდნენ, ანუ კორუფცია იყო, თუ ეს ასე ხდებოდა. მაშინ ესე იგი სახელმწიფო ჩვენ არ გქონია. მაშინ ძარცვავდნენ და პარავდნენ ხალხს, ესე იგი. რა გარანტია გვაქვს, რომ დღეს იგივე არ ხდება? რა გარანტია გვაქვს, რომ ქართული ოცნების ორ შტოს შორის რაღაც დაპირისპირებას არ უყურებთ ახლა? იქნებ რეალური მიზეზები სულ სხვა არის და ეს კორუფცია მხოლოდ ნიღაბია, რაღაც ფორმალური მხარეა. მოდით ეს დეტალები, ეს საქმე გავაანალიზოთ ერთად. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ. რა შეიძლება საქმე? დიახ. 92 წლისა საქართველოში აი საჭმელი რო არ ქონდა მართლა და ომი რომ ძვინვარებდა, მაშინ მილიონრები გახდნენ ძალიან ბევრი. Ну, მე მიყვა შევარდნაძის პერიოდი, მიშას პერიოდში ხო საშინელებები ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს კიდე გაგრძელდა. ეს ეთქობა რაღაც სისხლში გვაქვს ეს ქართველებს. ეს გუშინ არ დაწებულა. მე იცით რა მაინტერესებს. პირიქით არ უნდა დავმალოთ. ირიქით ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია 90 წლიდან მოყოლებული მაინც მე მაგალითად ძალიან მაინტერესე აი წლიდან მოყოლებულები რამდენი მილიონერი ყავს საქართველოს დიახ კი ბატონო მარტო 33 მილიონერი მხოლოდ ჩვენს აი ამ დღევანდელ პარლამენტში ბრძანდება და იმათაც ხელფასები მოიმატეს მილიონერებმა 14 მინისტრიდან 9 ანუ 7 მილიონერია აგრეთვე და ვინ მოთვლის მთავრობაში თუ მის გარეთ რამდენია მილიონერი და აი ამ სქემებით რომ დიდრდებიან უკანონო უსამართლო გზებით მე ამიტომ ღარიბდება ჩვეულებრივი ხალხი ის პატიოსანი და ნორმალური ხალხი ვისაც აზრად არ მოუვა რომ რამე უკანონო ჩაიდინოს დაასრულეთ ქალბატონო ხალხმა უნდა იცოდეს იმ მილიონერის გვარები უნდა იცოდეს
ჩვენ გვესმის მარტო ერთი ბიზი და ივანიშვილი. მე სხვებიც მაინტერესებთ. კი ბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით, როგორ აფასებთ კორუფციასთან დაკავშირებულ ამ სკანდალურ მოვლენებს, რაც ბოლო დროს ხდება ჩვენი ქვეყნის თავს, რაშიც ეჭვმიტანილი არიან ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც კი ყოფილი, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ადრეც ვთქვით ხომ ამ ეთერში, რომ ლეგალურად კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ეს კანონიც ხომ არ არის ნორმალური და ჯანსაღი. 9 მილიარდზე მეტი ლარის პრემია დანამატი გაანიავა ერთ წელიწადში, აი დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა. ესეც კანონიერი ქურდობა არ არის განა? 9 მილიარდი ლარი რომ განიავებული გაქვს მარტო პრემია დანამატებში. ერთ წელიწადშიც არა, ნაკლებში. ზარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. მაშინ ეხლა პირდაპირ საქმეზე გადავალ, ბევრი რო არ გამიგრძელოთ. დიახ. როგორ ვაფასებ ამ სიტუაციას? მარტივი კითხვა მაქვს, თქვენთანაც კითხვაზე კითხვით გიპასუხებ. დიახ. აი რაც გინდა ის დაუძახე რო ყავდა პრემიერ-მინისტრი. აი მაგის მერე რამე გვიკვირს. ვის გულის? აი ხო თქვა იმ კაცმა რომ რაც გინდა ის დაუძახე. ის გააკეთებინა თავისი ბინძურის საქმე და ეხლა შეტენის რასაც უნდა. მაგრამ ეს არ არის ამთა პრობლემა. ჩემი პრობლემა იცი რა არის? დიახ. მე რო ეხლა ამ სიტუაციით გაბრაზებული პოლიციის მანქანაზე ავიდე, იმიტომ რომ ეს პოლიცია ამ რეჟიმს არის გადაფარებული. თურდების და მძარცველების რეჟიმს. ხო თურმე ეხლა ლილუაშვილს დაკითხავენ და ამით გამოსწორდება ყველაფერი. ეს ფული მოსატანი მოიტანეთ რა. რაკენით იცი იმ სასკალ გაუმდედურებულ ტოლვილებს უკიდეთ ბინები თქვენი დედასები. კარგით, კორექტულად. მესმის რომ ემოცია დიდია საზოგადოებაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ფინანსებზე, ჩვენს ბიუჯეტზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიზნობრივად და სამართლიანად იხარჯება თუ არა ისევ ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ უცენზურო გამონათქვამს არ აქვს გამართლება ეთერში. მადლობა ზარისთვის. ამბობთ თქვენ რომ მოიტანონო ყველამ ვინც მოიპარაო, ხო? მე არ მაქვს განცდა რომ თქვა დააბრუნებინეს ყველას ვინც მოიპარა წინა მთავრობას, მოქმედ მთავრობას, ვინც რა წაიღო. ეს ფული რომ ისევ ხალხს გამოადგება და ხალხი ისარგებლებს ისევ რაღაცით. იზრდება ბიუჯეტი, სამაგიეროდ არ იზრდება ჩვენი ცხოვრების დონე. სად მიდის ეს ფული? იზრდება ბიუჯეტი, არ იზრდება პენსიები ნორმალურად. იზრდება ბიუჯეტი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, არ იზრდება ხელფასები. ჩინოვნიკებისთვის კი იზრდება ხელფასებიც, პრემიებიც, დანამატებიც. სასახლეები წამოჭიმეს, გამდიდრდნენ, ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა და ხალხის ქონება. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. იცი რა არის? რომ მოვიდა წინააღმდეგ და ლაპარაკობდა რომ მილიონერები არიანო პარლამენტში ამაში და ემაში. კაცის საქმე რაშია თუ იცი? ჯერ უნდა გაიწმინდოს ეკლესია, სინოჩი რომ მილიონერები არიან და ბიტუარი ეკლესია გაჩუმებული რვა ხმას არიღენ. მილიონერებს უხახტერი. მის უნდა გაიწმინდოს ეკლესია, მერე დაიდგება ხალხის გვერდში ეკლესია და ხალხი ერთად დადგება. ამ მილიონერებს ვეღაფერს ვერ აღარ უშველი. ეკლესია უნდა გაიწმინდოს მილიონერებისგან. გავიგე. ამიტომ არის საჭირო ხმას არიღებენ ეკლესიაზე. ეკლესია დუნს მილიონერებს დილარია და ყველაფერი გაშუმებული არის. გავიგე, დიდი მადლობა. ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია. ეკლესიაში გვყავს ძალიან სამაგალითო, ძალიან წესიერი სასულიერო პირები, მათ შორის ეპისკოპოსები, ბერები, რომლებზეც დგას ეს ქვეყანა და მათ ლოცვაზე დგას, მაგრამ როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმში შეიძლება რაღაცა შეცდომები ფიქსირდებოდეს და ამ პუნქტში მოგყვებით, მაგრამ წარმოვაჩენთ ისე რომ მთლიანად ეკლესია რაღაცა კორუფციაშია გახვეული. არა, კორუფცია ნიშნავს, როდესაც ხალხს პარავდა რაღაცნაირად ბიუჯეტიდან იღებ უკანონო შემოსავალს. და ახლა მრევლი თუ შესწირავს სასულიერო პირს, ეს კეთილსაქმეს თუ მოხმარდება, უნდა აიღოს ყველა სასულიერო პირმა, რა თქმა უნდა. არ ვიცი, მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი და მაინც თავ შევიკავებ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა, მოგესალმებით.
ეხლა რა ხდება? აი პრიბალტიკაში მაგალითად ეთნიკური რუსებით არის სავსე. მაგრამ კი არ უშლიან ცხოვრებას იქა. ხვის არ აყოფინებენ გოლსუმაში. ამიტომაც რაღაცა სამივე რესპუბლიკაში 6 მილიონი კაცი ცხოვრობს. ვერაფერი ვერ იყო რუსეთმა და გაიმარჯვეს კიდევაც. აკა გამსახურდიას კიდა ირინა სარიშვილი ჯერ კარგად იკითხა მაგისი წარმოშობა რა სიტყვებით იხსენიებს. ვინ არის შევარდნაძე? როგორიათ ქართველი? ვინ არის ყონია გვარები რო სად მიდის ეს ფული? ეს სანამ პარლამენტში გვარგადაკეთებულები გეყოლებათ გინდა სააკიანი. ესენი ერთ-ერთი ქვეყნის ლობისტია, ერთი იმისია, არეულია მონასტერი. იცით რა, ჩემო კარგო, ჩვენ გადაცემაში გვაქვს კორუფციასთან დაკავშირებული კითხვა. რას ფიქრობთ ამაზე, რაც ბოლო დროს ხდება? ძალიან ნუ გადავუხვევთ. როგორც უნდა ისე ხელში კორუფცია იქნება იდეა, აბა რა იქნება? ვისაც რა უნდა, რასაც უნდა იმას აკეთებენ. პატრიოტიზმი არ არის თავრობაში, პატრიოტიზმი რომელი მასია ლაპარაკი კაცო. როგორ უნდა დააწნარო ეს ქვეყანა? ერთი იქით ახალჯავს ფულსა, რატო მას არ აკონტროლებენ? კანარის კუნძულებზე რატო აქვს სახლები ნაყიდი, საფრანგეთში ქვეყანას სახლები ნაყიდი? ვინ არიან ესენი ბოლო-ბოლო? ჩვენ აქ ბინა არ მაქვს ემსაათში, ქირითავ ცხოვრობ. მესმის თქვენი, მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერშია ინტერაქტივი. ჩვენი ნომერი გახლავთ 557-45-95-88. როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მართლაც რომ სკანდალურ მოვლენებს, რაც კორუფციასთან არის დაკავშირებული. შეგახსენებთ რომ დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს, ვინც გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრია. ხარიბაშვილმა თითქოს აღიარა რომ კორუფციაში იყო გახვეული და უკანონო შემოსავლებს იღებდა, ამას სუსი ამბობს, თუმცა ღარიბაშვილის ადვოკატს ეს არ დაუდასტურებია გუშინ და აღნიშნა რომ უახლოეს დღეებში იქნება ბრიფინგი, სადაც თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს დეტალებზე. ამ და სხვა მიმართულებებზე, რაც კორუფციას უკავშირდება და რაც ძალიან ხმაურიანია ბოლო დროს, თქვენი შეფასება როგორი იქნება? რა ხდება სინამდვილეში, ესეც ქვეკითხვის სახით? ზარია, გისმენთ? გამარჯობა, ბატონო ილია. მოგესალმებით. იცოცხლეთ გე. და პირადად შემონია არ მიგნის. რაც მოხდა და რაც მოხდება თუ. რატო არ მიგნის ის? ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში. თავისიანებს ყველა თაგულას. თქვენიანიც რომ მოვიდეს, თქვენს კარგ ადგილს მოგცემთ. ჩემიანიც რომ მივიდეს, მეც კარგ ადგილს მოვცემთ. ესე არის. აი შევხედოთ რა ხდება საფრანგეთში. არ დაიჭირეთ პრეზიდენტი? უჩი ხوارჩენს. რა ხდება? ევროპარლამენტში ჩანთებით გამოიტანეს ფულები. ყველგან არის შემოკარგო ეს კორუფცია. ყველგან არის. ნუ ეს გამართლება ხომ არ არის რომ ყოველთვის იყო და ყველგან არის. ამით გავიმართლოთ უნდა თავი თუ რაღაცა უფრო არა, ძალიან ცუდი რაც მოხდა. კიდევ ცუდი იქნებოდა რო არ გამოვლენილიყო ეს საქმე. გამოვლინდა. გამოვლინდა და კიდევ უნდა გამოვლინდეს თუ რამე იქნება. კეთილი. აი ფუტაშხაის ისტორია. უთმანეთად, ფოთის პოლიცმეისტერის თულით გაიხდის. ფული ისეთი რამეა, ინგური რამე. არის გენაცვალე, მადლობა რომ დაგვირეკეთ, დიდი მადლობა. ზარისთვის. როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ სკანდალურ მოვლენებს კორუფციასთან დაკავშირებით, რომელშიც ფიგურანტები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი ყოფილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და სხვები, ძალიან ბევრი გვარი დასახელდა ბოლო დროს. და რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით, რა განცდას გიჩენთ ეს? სწორია პროცესი თუ არასწორი? ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი? რეალური მიზეზია, ვთქვათ, ამ მოვლენების კორუფცია თუ რაღაც შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს ქართულ ოცნებაში და ერთმანეთს ებრძვიან და ერთმანეთს ძირს უთხრიან? რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი, როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ
სწორედ ამ მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ თქვენ გვიყურებთ ტელევიზიით მთელ საქართველოში, როგორც სახლის ანტენებით, ასევე საკაბელო არხებზე. გვისმენთ რადიო სიხშირეზე FM 105.1 და არ დაგავიწყდეთ ჩვენი სოციალური მედია, ეს დღევანდელ დროში ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ასოებით ობიექტივი უნდა აკრიფოთ YouTube-ზე, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და მიიღებთ ყველა ჩანაწერს ობიექტივის გადაცემებისა და Facebook-ში მედიაკავშირი ობიექტივი, ასევე ქართულად უნდა აკრიფოთ და გამოიწეროთ ჩვენი გვერდი. ზარია გადაცემაში გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა ილია. გამარჯობა. ძალიან ცუდია რაც მოხდა, ხალხის უმრავლესობას მაინც ღარიბაშვილზე ძალიან გული წყდება, იმიტომ რომ ნამდვილად არ მოველოდით მისგან ასეთ რამეს, მაგრამ მან თქვა რომ მე ძალიან შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდიო და ეხლა შეძლებული ოჯახი მყავს მამა ბიზნესმენი არის ღარიბაშვილი ეს გუშინაც ითქვა. მისი მამა და დიახ ეხლა რა ვიცი, თლათასი არ ამგონია. იცით რა, ქალბატონო, მაინც ვფიქრობ მე რომ ღარიბაშვილი გეგმავს ბრიფინგს და დაველოდოთ დღეს ან ხვალ იქნება ეს და რა სიტყვის საინტერესოა. ნამდვილად პატრიოტი ადამიანია და ნამდვილად კარგი პიროვნება, ყველას თითქმის ყველას უყვარდა ღარიბაშვილი და აქ რაღაც ღარიბაშვილთან მიმართებაში რაღაც სხვა რაღაცა ხდება, იმიტომ რომ მისი მამა საკმაოდ მდიდარია, ბიზნესმენია და ეხლა რა ვიცი, და იცით მე რა მინდოდა მე თქვა, აი ერთ პიროვნებას ვეთანხმები, რომ ყველამ უნდა მოიტანოს ეს ფული. აი უგულავამ რომ 50 მილიონი მოიპარა. 3 წელი ციხეში იყო ძალიან კარგად, ისეთი გასუქებული გამოვიდა, ნუ რა ვიცი, სიცილით ხარხარით კისკისით და ყველაფერი ქონდა, იქ აბსოლუტურად ტელევიზორი, მობილური, კომპიუტერი. ასე ხალხი ცხოვრობს, ბევრი ქირით რომ არიან და ბევრ ტელევიზორიც არ აქვს და რატომ არ მოატანინეს უგულავას ეს 50 მილიონი? 3 წელი უცებ გავიდა და ძალიან კარგად გამოვიდა. სხვათა შორის მოატანინო ეს ფულები და მე რაც უნდათ ის მიუწევდო, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, არ გათიშოთ. ხარიბ ხალხს მოხმარდეს, ტოლველებს მოხმარდეს, კაცო. მოატანინონ ეს ფულები სულ და მოხმარდეს ღარიბ ხალხს და ჩვენ უნდა ვიყოთ საქმის ყურში. საათ როგორ დაიხარჯა? მოვითხოვოთ ყველამ რომ მოაიტანოს, უგულავამაც მოიტანოს ის 50 მილიონი. აბერა მაგათი ციხეში ზომი ჩვენ რას ვიგებთ? პირიქით, ციხეში როდესაც ზის პატიმარი, იმას სახელმწიფო კიდევ ახარჯავს ფულს, რომ იქ მკურნალობა დაჭირდება, კიდევ უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. მადლობა ქალბატონო ზარისთვის, უგულავას შემთხვევაში სამართლიანები რომ ვიყოთ, მას ბრალად ედება რომ 50 მილიონი გაფლანგა და დაარიგა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, ანუ მათ გამოუწერა ეს ფული და აიღო სხვადასხვა ხალხმა ეს 50 მილიონი, მაგრამ ეს კაპიკებია იმასთან შედარებით, რაც მოპარული აქვს წინამთავრობას. მილიონერები და მილიარდელები გახდნენ, მათი დეპუტატებით დაწყებული, მინისტრთა კაბინეტის წევრებით დამთავრებული. ყველამ უნდა დააბრუნოს იმ ძველებმაც, ახლებმაც და ყველამ ვინც მოპარა ბიუჯეტს და ხალხს. ზარია ეთერში, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა, თქვენ ხართ ეთერში, დიახ, ისაუბრეთ. კარგით, გაითიშა როგორც ჩანს, ან გათიშა მაყურებელმა თუ რადიო მსმენელმა, ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო დროს განვითარებულ და ახლაც მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე, რამაც მიიპყრო მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება. გამოიწვია დიდი ინტერესი ამ პროცესების მიმართ, რაც ხდება. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს, რა არის თქვენი სათქმელი და შეფასება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვიმეორებ? იმასაც გეტყვით, რომ დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სულ რაღაც 1 საათის წინ და პროკურატურამ თქვა, რომ დაკავებულია კიდევ ერთი პირი სუსის ყოფილი უფროსის გარემოცვიდან. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით. პოლიტიკური პარტიებია. ყველა ერთად აღებული თან. აი აქ უკეთესი აჩაუდენია, რაც საიდინა გაუწევ ღარიბაში. ყველამ სახელმწიფო გაზარდა, მაგრამ რატომ ამ ღარიბაში გამოიყვანეს ხერხს, რატო არ მოგიხარენ ამ სახელმწიფო ქონებები რომ დაანიავეს ეს საიტეს? რატო არ მოგიხარენ? მაინც ღარიბაში და ვიღაცა კიდე ვიღაცა. რამდენი ასეთი რობერმა სახელმწიფო გააჯარცვა, ხალხი გააჯარცვა,
მაგრამ იმას პასუხისმგებელი ხო ახლა ერთი ღარიბი მე კი ნახია რომ ვინმე შეწყო მოეთხოვოს ყველას უნდა მოეთხოვოს ერთნაირად არ არსებობს დიდი და პატარა ყველას ერთნაირად უნდა მოეთხოვოს პასუხი ება აქციონერების არ იყოს კაცო ახალები და პასუხი არ ნააგო მადლობა ზარისთვის თემას ნუავწდებით ჩემი თხოვნა მოვა დრო აუცილებლად როდესაც ქვეყანას ეყოლება ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ხელისუფლება ვინც ყველას უკან დააბრუნებინებს თითოეულ მოპარულ თეთრს. ეს იქნება წინა ხელისუფლება იმის წინა თუ მოქმედი. კიდევ ერთი გვეკითხვა მინდა დავამატო მე ადრეც ვიკითხე ეს გადაცემაში, თუ კი 13 წლის განმავლობაში ყველა მაღალი თანამდებობის პირი იყო ან აგენტი, როგორც თვითონ ამბობენ, ან კორუფციაში ჩართული ამასაც თვითონ როგორც ამბობენ, მაშინ ესე იგი ქვეყანა 13 წელია კარგად არ მიდის. პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელებს თუ ასეც გვინიშნავდით ბატონო მათ შორის პარლამენტის დეპუტატებს, ესე იგი არ იყო 13 წელი კარგად საქმე, ძალიან ცუდად იყო ყველაფერი. და ახლაც არ ვართ არანაირად დაზღვეული და გარანტიაში რომ რამე უკეთესესი ხდება. ზარია ეთერში გისმენთ? ალო? გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ? გამარჯობა. გამარჯობა. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით რაც ხდება რა უნდა რას უნდა მოველოდეს ამათგან დაუშვათ ისინი არ იყვნენ კარგები მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ და არიქა ჩვენ უკეთესები ვართ და გამოვასწორებთო ამ ხალხმა რო დაიჯერა რატომ დაიჯერა ამის წინ კიდევ სახან მოგრავს ეუბნებოდა რომელიღაც რომ ვაცადოთ ბატონო სანამდე უნდა ვაცადოთ კიდევ 25 წელი ვაცალოთ ხო სანამდე უნდა ვაცადოთ ამ ჩვენმა ხალხმა ვერ გაიგო გავიდა ჩვენი ცხოვრება სამასობაში ლამის ხო და ამ ხალხმა ვერ გაიგო კი არ უნდა აცადო არჩევნებში ხმას რომ მიცემ და მოითხოვ იმავე წუთში უნდა გაითხოვ მოთხოვნა და უნდა აკონტროლო გეთანხმებით დიახ რა კონტროლო რა აცადე აჰა ვაცადეთ და სადმევედით დიახ მადლობა ჩემო ბატონო რომ დაგვიკავშირდით და თქვენი სათქმელი ბრძანეთ რა ხდება რეალურად რა არის ამ ყველაფრის რეალური მიზეზები თუ კი ხედავთ ასეც ბუნებრივია როგორ აფასებთ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მართლაც რომ სკანდალურ მოვლენებს კორუფციასთან დაკავშირებით ზარია გისმენთ გამარჯობა Ну, მე გაოგნებულიც ვარ და შეურაცხყოფილით. აი, ძალიან მწვენია, რომ ის ჩემ ქვეყანაში ხდება. და არანაკლების მოპარვა შეეძლო ერთეულებს, ზოგიერთებს და ვერ მოიპარეს. და ისინი დღეს არიან დაჩაგროლები, დაწიხლულები და ესენი კიდევ პირველ ადგილზე მყოფები. როგორ შეიძლება ასეთი რაიმე მე პირადად ილიაშვილო 1.8 იქნება არგანიზმია შაქრის დონე სიცხეში. არა მაქვს საშუალება ვერ ვყიდულობ, იმდენად ვყიდულობ ჩემი პენსიით. ამ ეს ვეღარ ვიყიდე. მოდი რა ღარიბაშვილს თხოვდა ჯანდაცვის მინისტრო, გადმომირიცხონ ჩხირების ფული, გეხვეწებით რა, იქნებ მოისმინონ ეს. ეს არის საშინელება, ილია, მაგრამ მოიპარა 100 მილიონი 200 დააბრუნებს იმას, რაც მოიპარა დღეს ის სააკაშვილისერა, მაგრამ რაც აქვს იმას უკვე იმისგან ნაშოვნი, აი ისა საქმე ქვეყანას რამდენი წელი დააკლო ის ფული და მას შემოუდიოდა, ხო ქვეყანაში უნდა შემოსულიყო ეს შემოსავალი. ეს ხო საშინელებაა შილო და თანაც შენ ემჯი ღარიბაშვილს მე ვიცი კობახიძის ახლობლები რომ გაამდიდრა მან ძალიან კარგად ვიცნობ არც გვარდავასახელებს და არც ახელს მეზობლები არიან ჩემი და მისიანები გაამდიდრა ძალიან კარგად და ეს თვალებს რატო გვიჩვენთ რომელი არ გამდიდრდა რომელს არა აქვს ამაზე მეტი კიდევ და ჯანდაცვა შეამოწმონ მაგრამ დღეს ბევრმა მოაფარა უკვე თავის მილიონები ასე აღარ იქნება რომ სახში დააწყონ და გამოფინონ უკვე ეხლა რომ რაღაც მიდით და ვიღაცა თავიანთი რეკლამა გაიკეთეს ამით მაგრამ ეს ანტირეკლამაა
არ არის მათი რეკლამა გავამატებელია ძალიან თუნდაც ამაზე უარესი ჭის ჩვენ არაბებს თურქოლოგების და ასე შემდეგ ამას თუ დროზე არ მიუხედავად რუსთაველზე ამისთვის გამოდით ახალგაზრდებო თურქიზაციის არაბიზაციის და ასე შემდეგ თორე ვიღუპებით სამუდამოდ ამათ ჩვენ ვეღარ მოვერევით და ფული 92 წელში ვიძახი ფულს ეშველება და გაფუჭებულებს არ ეშველება მეთქი ერი ფუჭდება თქო და დღეს ქვეყანა ფუჭდება და ქვეყანა იზირება მადლობ ილიაში და დიდი მადლობა თქვენ მშვიდობიან დღეს გისურვებთ 558-58-95-88 ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერშია ინტერაქტივი მორიგი ზარია გისმენთ შუადღეს მშვიდობისა ბატონო ილია ისმის ჩემი ხმა გამარჯობა ისმის თქვენი ხმა დაიწყეთ ბატონო ილია ჩემ მე მგონი ბაჩაჩვილთა კვეს გადაყვნენ ეგენი აქტივები ბატონო ილია ერთი რამ მათ თქვენ თუ გახსოვთ რომ იმას ღარიბაშვილს რომ დააბრალეს რომ შვილი სახელმწიფოს ხარჯებით გადაუყალა იმას ამერიკაში და დინარაძე პარლამენტში როგორ იცავდა ღარიბაშვილს მე დინარაძეს რომ ვკითხეს თქვენი მილიონერი სიმამრეს ამბავი და მაგალითად რომ ჩემთან კავშირი არ არის თვითონ ჭკვიანი კაცია და გამდივდა და ეხლა მაგაზე რაც გვიპასუხებს ბატონი დინარაძე აი საინტერესოა ჩემო ბატონო მე ახლა ამ შემთხვევაში სიმართლე გითხრათ არც დინარაძის მხარის ვარ არც ღარიბაშვილის მეც თქვენსავით შორიდან უყურებ ამ მოვლენებს მაგრამ როდესაც ვაანალიზებ აი ბატონი დინარაძე ბატონი კობახიძე წლების განმავლობაში ხოტბას ასხამდნენ ღარიბაშვილს და დღეს განუდგნენ და აი რას უშვებიან ხომ და მეგობარი იყო ჩვენიო და მეგობარი არისო ასე ამბობდნენ მასზე მეგობრობა ეს არ არის შენს მეგობარზე თუნდაც ის რაღაცაში შემცდარი იყო საჯარო ტელევიზიით არ უნდა ილაპარაკო ცუდი და არ უნდა ლანძღო თუ რამეში ცდება უნდა მიხვიდე და დაელაპარაკო არასაჯარო სივრცეში ეს რა მეგობრობაა რასაც დღეს ქართული ოცნების წევრები აკეთებენ თავიანთი მეგობრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მე არ ვიმეორებ ახლა არავის მხარეს არ ვარ ამ ვითარებაში არც ღარიბაშვილის და არც დღევანდელი ლიდერების ქართული ოცნებისა არც ერთის მხარეს არ ვარ ნამდვილად მაგრამ აი შორიდან რომ ხედავ მართლა ეს განცდა მიჩნდება არც მეგობრობა იციან არც სამართლიანობა იციან არაფერში არ ვარგიან არც შიგნით ვარგიან არც გარეთ შიგნით მთელ საქართველოს ეჩხუბებიან და აგენტად რაცხავენ და deep state-ად და აგენტურად და ნაცად გვაცხადებენ ყველას ვინც კი კრიტიკას გავბედავთ გარეთ ვერც რუსეთთან აგვარებენ საქმეს რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს ვერც დასავლეთთან აგვარებენ საქმეს რომ რაღაცნაირად ეკონომიკა არ დაზარალდეს ვერც ტრამპთან დაამყარეს ურთიერთობა რომ იქნებ რაღაცაში მშვიდობის ჩამოვარდნაში ამ ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ტრამპიც ჩაერთოს რატო არა ვერაფერში ვერ ვარგიან არ ვარგიან ეს არის სიმართლე და მთელი გულით გთხოვთ რომ 13 წელი აგენტები კორუფციონერები და ბანდიტები თუ დაგინიშნეს თვითონ როგორც ამბობენ მაღალ თანამდებობებზე რაღაცო ხართ ამათი გუნდით საერთოდ მოხიბლული მიუმართავ ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერებს თორემ უმეტესობა არ არის უკვე ამათი მხარდამჭერი არჩევნებზე 75% არც კი მივიდა ხმის მისაცემად ზარია ეთერში გისმენთ მოგესალმებით აი ნამდვილად არ მემეტება ღარიბაშვილის ციხისთვის ვერ დავიჯერებ ამას რომ გახარია შეიყვანეს ახლა პარლამენტში და ღარიბაშვილის ჯობია მაგით ქვეყნისთვის მადლობა გინით დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის 557-88-95-88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია შეგახსენებთ რომ ინტერაქტივია ეთერში ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უძღვები გადაცემას ჩვენ ვრჩება დაახლოებით 10-15 წუთი ეთერის დასრულებამდე ასე რომ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მორიგი ზარია გამარჯობა მოგესალმებით აი რა მიდის ახლა ქვეყანაში დიახ მიდის ბინძური პოლიტიკური თამაშების შილო. მე იმას არ დავიჯერებ, რომ ღარიბაშვილმა მოიპარა ეს სამხედი.
შეიძლება ღარიბაშვილს არც არაფერი არ გაკეთებული და მაგათი ჯანაშაული აიღო თავის თავზე. ეს არის რა ისი გაცვლა გამოსვლა ხდება, გამიგე? ეხლა ესენი იკეთებენ იარ. აი ნახე, ჩვენ ამდენი წლები არაფერი არ ვიცოდით, ეხლა ყველაფერი აღმოჩნდა და ჩვენ ესე იგი რასებდით კორუფციას და კრიმინალებს. ისი რაიდანიშვილო ის გაგიცურებია, ის გააცურე. და ღარიბაშვილი თო დღეს ქურდია. ღარიბაშვილამდე სააკაშვილი იყო. სააკაშვილამდე შევარდნაძე იყო. შევარდნაძე გამსახურდია იყო. ძალიან კარგად იცი შენ ამოწიე კაკების არქივი და სიმართლე წარმოაჩინე და ხალხს უცხარი სიმართლე. და აქ იცი რა, მუტაკი მასხარაო. თორე მართლა გამოვალ ზღვა ხალხი და კატოკირის გადაგივლით იცოდე. გმადლობთ მოსმენისათვის. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მართლაც რომ სკანდალურ მოვლენებს კორუფციასთან დაკავშირებით? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა. იმასაც შეგახსენებთ, რომ გუშინ სულსმა თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომ ღარიბაშვილმა დაკითხვაზე აღიარა, რომ წლების განმავლობაში იღებდა უკანონო ფინანსურ შემოსავლებს. საღამოს კი უკვე გუშინ გავრცელდა ირაკლი ღარიბაშვილის იურისტის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ეს ამოღებული ფული და ოქროულობა რაც კადრებში ჩანს ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი არ ეკუთვნის აქედან და მან აგრეთვე ისაუბრა რომ თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მისი იურისტები მალე ბრიფინგს გამართავენ და ყველაფერს ეტყვიან საზოგადოებას. შეგახსენებთ რომ დღეს ცოტა ხნის წინ პროკურატურაში ბრიფინგი იყო გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის კიდევ ერთი წევრი დააკავეს. ეს და სხვა თემები რაც ბოლო დროინდელ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება გახლავთ ჩვენი ეთერის დღევანდელი თემა მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვუსმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ეს არის დიდი სირცხვილი. ჩემთვის ღარიბაშვილი როგორც შვილი ისეთია და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ესეთი რამე და ოცნების რეიტინგი ჩემ თვალში არის დღეს 0. მეტის თქვა არაფერს არ შემიძლია, გასაგებად. მადლობა ზარისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, როგორც ტელევიზიით მთელ საქართველოში, ასევე რადიო სიხშირეზე FM 105.1. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? სამწუხაროდ ზარი გაითიშა, შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს განვითარებულ აი ამ ხმაურიან, სკანდალურ მოვლენებზე ვსაუბრობთ, ერთად ვაანალიზებთ, ერთმანეთს შეხედულებებს ვუცვლით ამ ეთერში, ამით არის ობიექტივი, საინტერესო. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ დაგები? მადლობთ, დიდი მადლობა. გისმენთ? ცოტა წლოვანი კაცი ვარ. აფხაზეთის ომის ნანახი, სკინვალის ომის ნანახი მაქვს. ერთადერთი ისიც მეშინია შულო. საერთოდ ოფშაქში ხეთქაყობდა და ფულს ვაიპარა, იმას უნდა დააჭრა მაჩა. ის შეცაკპარავს, მეცამპარავს და ყველა ჩაკპარავს. მე კაზინოში დაკლეპია. ერთადერთი ისაც მეშინია, მე ჩემი თვალით ნანახი და გაბესაძის მიწმა როგორ დაიწყო წავი. რუსთაველზე. არ მინდა რომ მათაომი აწყვე რა, აი ერთი მეორეში რომ გაჭახება მოხდეს. ავშები არიან სოდათო ჩემი თავი გადაბადა გამამეყანო უნიხო და თვით პული მაიპარა უნდა მიაკენო კედელზე იმან ყველას მოპარა ავადყოფსაც არა გრიშობა ღარიბაშვილია პეტრიაშვილია თუ ვინც გინდა იყო დაიპარა პული ყველას მოპარა პული ბაქი რა ზაზია რა მე იმ თავიდანვე დღემდის ვარ პატრიოტ ალიანსის მომხრე ბალესიკი ირმას გულიშვილს თავის დროზე არჩევნები ვაყრებდა უჯარმაში მე მამები და ხუბი და მე დავმალე ყველაფერი დავმალე როგორ არ მიგდა რომ დამეკლიენებდა აი კაზინო ეს არის ფულს როიპარა ფულს ყველას აპარა ავატყობსა ჯანთელს ხაცო არ არის ეს გამართლებული შევარდნაძე 10,000 მაინც გულით ხალხი დახვეჭა გვაიდო სახელი არ მინდა დავასახელო დიახ
10,000 მე წაიღეს და მაიღეს ბუძავ მე არ ვიტახი გახუნტო მეორე ამბავი კიდენა ეს ვიღაცა არ მინდა შევაყენო ჯერ მამამისს ავკა ქალა მან ქალაზე რო ეხტები მე პოლიციას ვქეთ პოლიციას აქვს თავის ნერვები აქვს რო შეახდა მანქანაზე და ამ ჩამააგდე ამ დაარტყა და მოკლა ერეულება უპროცის პოლიციები ამათი კარგით არ გინდათ ნუ ღარ გაბრაზდებით და შეიგინებით ჩემი თხოვნა იქნება მთავარი სათქმელი თქვენი გავიგეთ ჩემო ბატონო მადლობა კიდევ ერთხელ ზარისთვის როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ სკანდალურ მოვლენებს რაც კორუფციას უკავშირდება და ყოფილ თუ მოქმედ მაღალი თანამდებობის პირებს ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა ძალიან ბევრი ოჯახში პარლამენტართან შეგიძლიათ შეხვიდეთ და შეეტა ჩაატარო და მაგაზე მეტი ამოიღო. ანუ ეს პროპაგანდის თემაა რა ჯამში. ვისი თემაა უკაცრავად? აი ეს პროპაგანდაა მეტი არაფერი არ არის ეს პროპაგანდაა. აპარა ეხლა გითხარით ოქროსის ზოდი რო აჩუქოს ეს ადამიანმა მეორეს ესეთი ადამიანი რამდენი იქნება საქართველოში და მაგას რა ოქროს ზოდს მე ვაჩუქებდი კეთილი ოქროს ზოდი რამდენია შეჩვენიაზე დიახ ოქროს ზოდი კი არა ადამიანთა 99% შეიძლება 100 ლარი არ აღმოაჩნდეს ჯიბეში დღეს ან სახლში ხო და ერთ ადამიანთან რო ჩატარდეს ეს ჩხრეკა უფრო მეც ამოიგებენ კი, კეთილი, დიდი მადლობა. მესმის თქვენი პათოსი, მივხვდი, რისი თქმაც გინდოდათ, რომ უფრო მეტი სხვებს აქვთ, დათრეულიო, აი ამას გულისხმობდით და სასაცილო ეს არ არის მაპატიეთ მეც სატირალი უფროა. ზარია, გისმენთ? ილია, გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან წუხარ ღარიბაშვილზე. ღარიბაშვილი ძალიან გვიყვარს ხალხს. პირადად მე ძალიან მიყვარს. გადახედეთ მთლიანად პარლამენტის დეპუტატებსა და ყველას ხელისუფლებაში. ვის აქვს ამისთანა ნათელი სახე, პატრიოტების სახე. ეს არის მის წინააღმდეგ აგორებული რაღაც ბინძური თამაში. და აი მალე გამართლდება და მალე გაიყვება ყველაფერი. ეს არის ბინძური თამაში. ყველაფერი. ეს არის სამწუხარო დიდად. დიდი მადლობა თქვენს არისთვის, სხვათა შორის ექსპერტები და სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფების წევრები წერენ, რომ გაბრაზებული არიან ირაკლი ღარიბაშვილზე რაღაც ხმების თუ რაღაც კონკრეტული ინფორმაციის გამო, რაც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და ბიძინა ივანიშვილს მიუტანეს ეს ხმები. აი ესეთი მოსაზრებები ჩანს სოციალური ქსელებით და აი ამიტომ ხდება ეს ყველაფერი და რეალური მიზეზი ეს ბრაზია მასთან დაკავშირებით. არ ვიცი, მე თავს ვერ დავდებ, რომ ეს სიმართლეა ან ტყუილია, ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რაც მთავარია, თავად ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ადვოკატმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ბრიფინგს გამართავენ და თვითონ იტყვიან ყველაფერს. თვითონაც უკვე გამოვლენდა ხიად დააფიქსირებენ თავიანთ აზრს და მოვისმენთ ჩვენც ამას, მაგრამ ყველაზე მეტად მე გული იმაზე მტკივა, რომ ქვეყანაში ხდება ეს რაღაც უბედური მოვლენები, საოცრება, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი, მძაფრ სიუჟეტიან ფილმს გავს. ზარიათ და მოკლედ ბრძანეთ თუ შეიძლება. გამარჯობა ბატონო ილია. მოგესალმებით, დრო გვეწურება იქნება. ნამდვილად რაღაც თამაშობს ხელისუფლება. იმიტომ რომ ვერ დავიჯერ ღარიბაშვილმა თუ რაიმე მოიპარა მაგას არაფერი არ უჭირდა მაგის სიფარსი და ვერ პატიობენ რომ ხალხს უყვარს ღარიბაშვილი ამას ვერ პატიობენ და ესე იგი თემენ ამის პასუხს მაგას და იმედი მაგდა რომ გამართლდება ღარიბაშვილი გასაგებია გასაგებია. მადლობა თქვენს არისთვის, საინტერესო ეთერი გამოვიდა, იყო განსხვავებული შეხედულებებიც, პოზიციებიც და მრავალფეროვანი ხედვები მიმდინარე
აი ამ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით დღეს ამით ვასრულებთ ინტერაქტივს. ილია ჩაჩიბაია ვუძღვებოდი გადაცემას. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.